გაგაცნობთ მართლმადიდებლური სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა იქადაგა. ილიამ მეორემ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა და რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გილოცავთ ამ დიდებულ და ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტეს შობის დღეს. შევთხოვთ უფალს, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე იშვას ყოველი ადამიანის გულში. თუ შენი გული სუფთაა, თუ შენს გულში არ არის ღვარძლი, შურის ძიება, თუ შენ გულში არის სიყვარული, იქ აუცილებლად იქნება ქრისტე. შენი გული იქნება ტაძარი, ბრწყინვალე ტაძარი, აი ამ ტაძარზე უფრო უკეთესი. ადამიანის გული ეს არის ბრწყინვალე ტაძარი.